ნიკოლოზ მადუროს სასამართლო პროცესი თბილისის დროით ზუსტად 9 საათზე გაიმართება და ის როგორც ცნობილია ამ წუთებში გადაყავთ უკვე ბრუკლინის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. პირველი კადრები ვრცელდება მისი ეტაპირების როგორ გადაყავთ სპეციალურ წარმომადგენლებს ის ფედერალურ სასამართლოში. მანამდე კი გაგაცნობთ ქართული ოცნების პოზიციას. ორდღიანი დუმილის შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს კარაკაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ნიკოლოზ მადუროს შეპყრობასთან დაკავშირებით და დღეს ძალიან ნეიტრალური მესიჯები აქვს ქართულ ოცნებას. პარტია ქართული ოცნების სპიკერი დღეს იყო ლევან მაჭავარიანი, რომელმაც ფაქტობრივად ერთ-ერთში გაიმეორა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პათოსი, რომ იმედს გამოთქვამს ქართული ოცნება, რომ ყველაფერი გადაწყდება ვენესუელელი ხალხის სასიკეთოდ და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის მის განცხადებაში საუბარი, რომ ვენესუელა ახლა იმედია გადახედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად არაღიარების საკითხს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის პირველ რიგში, ხოლო უშუალოდ ვენესუელისგან ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველანაირი ნორმა და აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები როგორც დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, ეს აღიარება რა თქმა უნდა მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. თვითონ ამ პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების ოპერაციას როგორც დაარქვეს, ხო? ამ ყველაფერს როგორ შეეხოს? ხო, ნუ არ ვიცი ხა ძალიან არასწორი იქნება ჩემი მხრიდან შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ პოლიტიკის ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. და რა გაკვეთილი უნდა იყოს ნიკოლოზ მადუროს პოლიტიკური კარიერის დასასრული სხვა დიქტატორებისთვის. ანალიტიკოსები, ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ყველა დიქტატორის ბოლო არის ერთი და იგივე ტრაგიკული დასასრული და შესაბამისად ყველა დიქტატორისთვის ეს უნდა იყოს მართლაც განგაში სიგნალი, ასე ფიქრობენ ანალიტიკოსები. მათ შორის ისინი ხაზს უსვამენ ქართული ოცნების განცხადებას, რომელიც არაღიარებას ეხება. მნიშვნელოვანია ასეთი განცხადება, ფიქრობენ ყოფილი დიპლომატები, ანალიტიკოსები. თუმცა აქვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას მაგალითად ასეთი შანსი ჰქონდა სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან, როდესაც ასადის რეჟიმი დაემხო სირიის ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან, მათ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე მოცემულობა შეცვლილი არც იქ არ არის. რუბიომაც თქვა, რომ არ გიჩვენებთ ამერიკის ამ პრეზიდენტთან თამაშს. თუმცა რა თამაშის წესები იქნება ახალი წესები მაგას ვერ გეტყვით რა, ფაქტია, რომ ამერიკა მეტნაკლებად რაღაც ისეთ თამაშებში დაბრუნდა, ცივი ომის თამაშებში, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც ნორიეგას აყვანა რო გაგახსენდება რა და თქვენ ხო უშუალოდ მაინც ქართულ ოცნებაზე მეკითხებით, მანდ დავაზუსტოთ და დავაკონკრეტოთ და მაინც დიდად კარგ სამართლის არაფერს არ ნიშნავს, ეგენი ამ ადმინისტრაციასთან დიდად ვერ დავამტე. თუმცა პროპაგანდამ დაიტირა მადურო და ვენესუელის სუვერენიტეტი არ და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი მამენ დიდად არ გახსენებიათ ამ ხალხს და ამავდროულად პოჭორიშვილის განცხადება გაცილებით უფრო ისეთი იყო რა, ნეიტრალური და მაწონდაწონილი რა. ხო, ჩვენთვის ვენესუელა და მადურო პრობლემაა არაღიარების კუთხით, მაგრამ არაღიარების კუთხით ჩვენთვის პრობლემა იყო სირიაც და რა გავაკეთეთ სირიაში? ხო, შეიცვალა ხელისუფლება და რა გააკეთა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სირიის ხელისუფლებას ეს აღიარება უკან წაეხო. არაფერი. შეერთებული შტატების ჩარევა ვენესუელის სიტუაციაში და იმ კაციჭამია რეჟიმის დამხობა პირდაპირ მიანიშნებს მსოფლიოს ახალ წესრიგზე. ახალ წესრიგში საქართველოსთვის საციცოცხლოდ აუცილებელი არის, რომ ჩვენ გვყავდეს ძლიერი მოკავშირეები და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნება აღრმავებდა ევროიზოლაციას და ანტიამერიკული გზავნილებით იყო გამორჩეული, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ამავდროულად ოცნებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს საკუთარი კურსი, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დააბრუნოს საქართველოს დასავლურ ტრაექტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ
სამუდამოდ გავიაზროთ ყველამ, რომ რუსეთს არ შესწევს საკუთარი მოკავშირეების დაცვის უნარი. ყველა დიქტატორის საბოლოო ბედი არის ძალიან ტრაგიკული. იმიტომ რომ დიქტატორები არიან ხალხის წინააღმდეგ, ისინი აწამებენ ადამიანებს, დიქტატორებს, რომლებიც იპარავენ არჩევნებს, რომლებიც აწამებენ საკუთარ ხალხს, რომლებიც კორუფციით შეულობენ ფულს, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის ნებას, ყველა არის არალეგიტიმური. ანუ არავინ არ აღიარებს მათ და ყველას აქვს საერთოდ სხვა შორის მე არ მინდა დაავიწყოს ივანიშვილსაც, რომ ის არის ასევე არალეგიტიმური და ქართული ოცნების რეჟიმი, ძალადობის და ქაოსის რეჟიმი ასევე არის არალეგიტიმური. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც ესეთი უცხოური სპეცნაზი დაგვჭირდება ამისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენით აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ. და როგორც გითხარით, თბილისის დროით ზუსტად 4 საათში დაიწყება ვენესუელელი დიქტატორის სასამართლო პროცესი. პირველი კადრები უკვე ვრცელდება, როგორ გადაჰყავთ ის ბრუკლინის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფედერალურ სასამართლოში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში და უკვე ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობაც, ვინც განსაზღვრავს ნიკოლოს მადუროსა და მისი მეუღლის მომავალს. ეს არის მოსამართლე, რომელიც ცნობილი გახდა 11 სექტემბრის საქმის მასალების განხილვით.